სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. აი უახლოვდებით უკვე დიდ მარხვის დაწყებას. დღეს ბოლო დღეა ხორცის ჭამისა. ხორცი შეგვიძლია დღეს 12 საათამდე რომ მივიღოთ. ხვალიდან უკვე იწყება ყველიერის შვიდეული. რას ნიშნავს ეს ყველიერი შვიდეული? ანუ ოთხშაბათიც და პარასკევიც იჭმევა ყველაფერი როგორც ხორცის გარდა. ყველი ანუ რძის ნაწარმი, თევზი, კვერცხი, ყველაფერი როგორც ხორცის გარდა. ჩვენ თუ ნახეთ, აი დიდ მარხვის დაწყების წინ 3 კვირია. პირველი კვირი არის ხორციელი, ოთხშაბათსაც პარასკევს ხორცის ჭამა შეიძლება, მეორე კვირია ჩვეულებრივი, აი მესამე კვირია უკვე ხვალინდელი დღიდან რო იწყება არის ყველიერი და უკვე ხვალის წორიდან უკვე დიდ მარხვა იწყება. ეს საკვებს რაც შეეხება, ხოლო შინაგანი განწყობა გაცილებით უფრო საყურადღებოა. საკვები დაახლოებით 10% შეიძლება ითქვას ჩაითვალოს, რომ ეს ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია. 90% შინაგანი განწყობა ადამიანისა და აი ამ შინაგანი განწყობას განსაკუთრებული მომზადება ჭირდება. თქვენ ნახეთ წინა კვირეებში ჯერ როგორ ამზადებს უფალი რომ აი სინანული, მერე ამზადებს უფალი რომ აი აღიარება. ეხლა მაგალითად აი ამ კვირადღეს წაკითხული იქნება, წაკითხული იყო სახარება საშინელი სამსჯავროსი. რას ნიშნავს საშინელი სამსჯავროსი სახარება? მაცხოვარი პირდაპირ ამბობს რომ მოვალ როცა დადგება მეორედ მოსვლის ჟამიო, უფალი დიდებითა თვისითა ანგელოსთა თვისათა მოვა განსჯა ცხოველთა და მკვდართა. ცხოველი არის ცოცხალთა და მკვდართა. ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ვინც გარდაცვლილებიც არიან. აი ეს დიდებით მოსვლა იქნება. პირველი მოსვლა იყო ძალიან ჩუმად, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში დაიბადა მაცხოვარი. იცით თქვენ ბეთლეემში, მაგრამ ეს მეორედ მოსვლა იქნება დიდებით მოსვლა მისგის და მაცხოვარი თავის დიდებულ ანგელოზებთან ერთად მთელ კაცობრიობას გაყოფს ორ ნაწილად, როგორც მწყემსიო გაყოფს ცხვრებს თიკნებისაგანო. მარჯვნივ მხარეთ დაიყენებს მართალ ადამიანებსო და მარცხნივ ცოდვილებსო და ეუბნება მარჯვნივ ყოფ ადამიანებსო, მოვედით ჩემ და კურთხეულნო, ჩემთან მოდითო კურთხეულებო. რამე თუ შიოდა და მაჭამეთ, წყურვალე ვიყავი და წყალი დამალევინეთ, უცხოობაში ვიყავი და შემიკედლეთ, შემიფარეთო, შიშველ ვიყავი და შემოსეთო, უძლურ ვიყავი ავანტყოფიო და მომიარეთო, პატიმრობასაშინა ვიყავი და მოხვედი ჩემ დასანა. ანუ ის მოწყალების ის ჩამოთვალა და ეს რაც მე გამიკეთეთ და უფალო როდის გიხილეთ შენო? ან შეერი ამ წყურვალი ან უცხოებაშიო. აი იმასაო რაც გაუკეთეთ თქვენ სიცოცხლეშიო, ის მე გამიკეთეთო. ხოლო შემდგომ მარცხნივ მყოფებს ეუბნება, წარვედით ჩემგან წყეულნო მამისა ჩემისანო, რამე თუ მშიერად და არა მაჭამეთ მე ჩამოთვლის, რაც არ გამიკეთეთო და როდის გიხილეთ შენ? აი რაც არ გაუკეთე ერთს ამას ცირეთაგანს, ის მე არ გამიკეთებ. და ამის შემდგომ ეს მართლები წავლენ ნეტარებასაშინა საუკუნესა, ხოლო ცოდვილები ტანჯვასა საუკუნეს ან მარადიულ ნეტარებაში და მარადიულ ტანჯვაში. ეხლა რაზეა აქ ლაპარაკი? აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა გაიაზროს ერთი რამე, რომ პირველი და უმთავრესი მცნება არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, ის ცათასასუფეველში ვერ გაძლევს. უთალმად რომ ამოიყვანო ჯოჯოხეთთან ჩასვას 60-ში ადამიანი
ის ვერ გაძლევს მისთვის ცათასასუფეულის ნეტარება იქნება უფრო საშინელი სატანჯველი ვიდრე ეს ჯოჯოხეთი შეიძლება ბევრს გაუკვირდეს მაგრამ მე პატარა მაგალითს მოგიყვანთ აი თქვათ ვინც აპირებდი თქვათ ეკლესიური ცხოვრების დაწყებას როგორ გიჭირდათ 2 საათი მოსვლა ფეხზე დგომა როგორ გიჭირდათ ეს ყველაფერი თქვენთვის აი ესეთი მძიმე იყო და მე რო დამთავრდებოდა ნუ გესწრებულობდით და სიხარულით გადიოდით და ეს ჩვეულებრივი რამ არის აი ადამიანი რომელიც არ მიეჩვევა ამას და უცხო ადამიანი რომელიც შემოდის მისთვის ეს ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა და წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც სულ ჩხუბობს სულ სხვების დადანაშაულებაშია სულ სიძულვილს აფქვევს ის რომ ცათასასუფეველში აიყვანო ის დაიტანჯება ანუ შეიძლება ითქვას რომ ეს ჯოჯოხეთი ეს უკანასკნელი მოწყალებაა უფლისა ამ ადამიანის მიმართ და სწორედ აქ ჯოჯოხეთში არიან ისეთი ადამიანები როგორც თვითონ არის ასე რომ სანამ აქ ვართ და სანამ შეგვიძლია რომ შევიძინოთ სიყვარული ეს უნდა გავაკეთოთ სიყვარულს ესე ვერ ვიყიდით ჩვენ მაღაზიაში ვერ ვიყიდით არ იყიდება სიყვარული აბა სიყვარული უნდა გამომუშავდეს აი ადამიანი ეხლა რომელიც ზარმაცია და თქვათ წოლა უყვარს და სიარული ეზარება და ბუნებრივია მისი სხეულიც მოშვებულია თქვათ მცელიც ჩამოკონციალებულია კუნთებიც გალეულია ჩამოკონციალებულია და ადამიანი რომელიც ვარჯიშობს მისი სხეული აი მობილიზებულია პრესიც კარგია კუნთებიც და ანუ ამას ყველაფერს ჭირდება შრომა შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა ანალოგიურად სიყვარულის მოპოვებას ჭირდება შრომა და ეს შრომა რაში გამოიხატება რომ ყველა ადამიანში დავინახოთ ჩვენ ქრისტე ყველა ადამიანს მოვექცეთ ისე როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცევიან ვეცადოთ რომ რაც კი შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს ეს ფიზიკური დახმარება იქნება, მატერიალური დახმარება იქნება, სულიერი დახმარება, შეიძლება არც ფიზიკურად აქვს ადამიანს საშუალება, არც მატერიალურად რომ დაიხმაროს და გული ხო ჩვენთან არის, ბაგეები ხო ჩვენთან არის, გონება ხო ჩვენთან არის, თხოვოთ უფალო, შენ შეიწყალე, ავათარის, შენ უშველე, შენ აშორე ეს ბოროტის სული ესე რომ აღიზიანებს ყველას და მშვიდობა მიმადლე, ჭეშმარიტება დაანახე, ჭეშმარიტ გზაზე დააყენე. ესეც დიდი მოწყალებაა, როდესაც შენ ესე ლოცულობ უცხო ადამიანისთვის, რომელსაც ხედავ, რომ ძალიან არეულია გული გონება. ანუ ამ მოწყალებებს რატო გვავალდებულებს უფალი იცით? რომ ჩვენში ნელ-ნელა გამომუშავდეს სიყვარული. მოციქულები ბრძანებენ, რომ თქვენაო თუკიო ხილული ადამიანი არ გიყვარსო, უხილავი ღმერთიო, როგორ გეყვარებაო. და თუკი შენ მაინც აი სანთელს ანთებ, ლოცულობ, ახსარებას, ზიარებას ღებულობ, შეიძლება ეს ყველაფერი აკეთოს ადამიანმა უსიყვარულოდ და საშინელ სამჟავროზე უფალმა უთხრას, რომ არ გიცნობ მე შენაო, წარვედი ჩემგან. და საზარელი სიტყვებია ხალხო. ამიტომ ყოველდღიური შრომაა საჭირო, რომ ჩვენში გამომუშავდეს სიყვარული. სიყვარული იცით როგორ გამომუშავდება? როცა ჩვენ არ გვიყვარს თქვა უცხო ადამიანი, მაგრამ ხედავთ რომ რაღაც უჭირს. ან ხელს ითხოვს, ხელია გამოწოდილი და ფულს ითხოვს. 20 თეთრი თუ 1 ლარი თუ გააჩნია თქვენ როგორი შესაძლებლობა აქვს, დაეხმარეთ მას. ან ხედავ რომ ავანტყოფი არის ტვირთი მიარც, შეეწია ამ ტვირთი ზიდვაში. ან ხედავ რომ პატიმარი ან პატიმარის ოჯახია, შეეწია მას. ან ხედავ რომ შიერია
უყიდესაჭმელი ან წყურვალი ან ხედავ რომ ჩასაცმელი არ აქვს ანუ ეს ყველაფერი თქვენ სიყვარულზე იმოქმედებს ამ ადამიანის მიმართ თუ კი შენ ამ ადამიანის მიმართ არანაირი სიყვარული არ აქვს ჯერჯერობით და ამას მაინც აკეთებ ნელ-ნელა ადამიანს უჩნდება იჯაჭულობა მის მიმართ სიყვარული გაუჩნდება ზრუნველობით და აი ეს სიყვარული აისახება პირველ რიგში ღვთისადმის სიყვარულში წინააღმდეგ შემთხვევაში მერწმუნეთ რომ თუ კი ჩვენ დასანახი ანუ ხორციელი ადამიანი არ გვიყვარს ესე იგი უფალიც არ გვიყვარს და წმინდა მამები რას ამბობენ თუ კი ერთი ადამიანიც მოგიძულებიაო მისი სახითო თვით ქრისტე მოგიძულებია ამას რატო გვაფრთხილებენ იცით ხალხო ამას იმიტომ გვაფრთხილებენ რომ ჩვენ შვიდად არ ვიყოთ ამ საქმესთან დაკავშირებით მუდმივი ყოველდღიური და დღეში არაერთ გზის ქმედება გააჩნია რა სიტუაციაში იქნება ადამიანი აუცილებელია სიკეთის თესვა ყოველთვის ყველგან სიკეთე უნდა სთესოთ მოწყალენი უნდა იყოთ მოწყალებას უწოდებენ ღმერთის მსგავსი ქმედება აი ეს არის მოწყალება და ნეტარიყო მოწყალე ამიტომ შეიწყალონ უფალი ბრძანებს ასევე შემოკეთილებო ჩვენ ნახეთ რომ მარხვის დაწყების წინ აუცილებელია სინანული აუცილებელია განცდა ითვისდაცოდვათა სხვების არ განკითხვა რა თქმა უნდა ეს სულიერად მაგრამ ფიზიკურად აი ეს აუცილებელია რომ ჩვენ სხვისთვის დავიხარჯოთ ენერგია დავხარჯოთ ფული დავხარჯოთ დრო დავხარჯოთ ყველაფერი გავიღოთ რომ ადამიანს როგორმე დავეხმაროთ ამ ადამიანში ჩვენ უნდა ვახსოვდეს რომ უფალი გვეუბნება აი რაც გაუკეთე ამ ადამიანს ის მე გამიკეთე რაც არ გაუკეთე მე არ გამიკეთე ასე რომ ერთხელ და სამუდამოდ თუ ვართ ქრისტიანები ეს არ უნდა იქნეს გამოხატული მარტო სანთლის დანთებაში და ეს უნდა იყოს ქმედებაში გამოხატული მოთმინებით სიყვარული კიდევ ვიმეორებ სიყვარული ესე უცბად არ მოვა აი ამ წვეთობით ქვაიხრიტება ერთ ადგილას რომ ეცემა წვეთი რაღაც პერიოდში ქვა იხრიტება ანალოგიურად თუ სიყვარულობა რომელსაც შენ ძალდატანებით მოწყალებას არ თავზეთ ეს უსიყვარულობა უცბად სიყვარულად გადაიქცევა მერთმა მოგწეს ამის განცდა ამინ ესე გაგახსენებთ რომ ესე იგი მსგებსია ოთხშაბათი და პარასკევის მომავალი კვირიდან ოთხი არ შეიძლება ყველაფერი შეიძლება და ამავე დროს ესე იგი ოთხშაბათიდან უკვე ეფრემ ასურის ლოცვა შეგიძლიათ იცით თქვენ ეფრემ ასურის დიდ მარხვაში უფალ და მეუფეო ცხოვრების შემოსავ ოთხშაბათს და პარასკევს და მალე უკვე დიდ მარხვაში სრულად გადავერთობით აი ამ დიდ ლოცვაში მერთმა დაგლოცოთ მერთმა გაკურთხოთ და უფალმა დავლოცოს ჩვენი ქვეყანა უფალმა მშვიდობა მისცეს ამინ ჩვენთან არც